შები წამოიღე. გეფიცები ბრავო ფერით. ასეთ მოკლე ხანში როგორ ამოიღე ამ ხელა საქმე? რეფლექსი, რომელიც ჯერ კიდევ სასტუმროში მუშაობიდან დარჩა, ბევრია საძერი, სულ ეგ არის. სერქანსაც უნდა ვანახო. სერქანის სკანდალსაც ოფისში რომ ნახავს. მომზადე დღეს ამისთვის. რატომ რა მოხდა? ჩემზე დროს დახარჯავს, ასე გეტყვი. სხვათა შორის ლონდონის სპორტ კომპლექსი FIR კომპანიაზე უნდა ვიმუშაოთ. გუშინ სელინს ვურეკავდი, მაგრამ ვერ დაუკავშირდი. მე ველაპარაკე სელინს. მის სახლში წყლისმენი გასკდა. სერქანთან რჩება. სერქანთან რჩება? მაპატია ზმავა, ასე უცებ რომ მომხილე, მაგრამ ალბათ სახლში ვერ დარჩებოდა და იძულებულია იქ დარჩეს. როცა ფირილია, ოჯახია, მეგობრები არიან, სასტუმროები არსებობს. ნომრის აღება შეეძლო, მაგრამ ცხადია, სერქანთან რჩება. ხო, აბა რა? უკაცრავად. გისმენთ? დიახ, მე ვარ. დიახ, მე ვარ, დაკავებული. დიახ, უმოკლეს ვადაში დავგეგმო შეხვედრას. კარგი, მადლობა. ემრე კაფეში ოღლოს ადვოკატმა დარეკა. ის მოიტანს ლონდონის სპორტ კომპლექსის ხელშეკრულებას. მაგარია, მშვენიერი ამბავია. რატომ დაგწყდა გული? საქმეს არ წამოიწყებენ იმასთან დაკავშირებით, რაც მათ სახლს მოუვიდა, მაგრამ ამბობს, რომ წარსულში ჰოლდინგმა უკვე ჩაიდინა მსგავსი შეცდომა და მსგავსი რამ უკვე მოხდა. კარგი, მაგრამ საიდან გაიგეს? ეგ მინდოდა შენთვის მეკითხეებე. საინტერესოა, შენ შეგეძლო ამის თქვა? პირით, იქნებ სისულელებზე ლაპარაკი არ გვინდა, ეყოფათ ყველაფერში ჩემი დანაშაულება. მაშინ გაიგეს, როცა კომპანიის წარსულს იკვლევდნენ. ეს ხომ საიდუმლო ინფორმაცია არ არის, მე რა შუაში ვარ. მომისმენე, ის რაც ბატონმა ალტეკინმა მე მითხრა, მე შენ გითხარი. ესენი კავშირში არ იყვნენ იმ კომპანიასთან. ადამიანი იმასაც კი დარდობს, რომ მათ სახელებს ერთად ახსენებენ. კარგი, მშვენიერია, მაშინ პრობლემა არ იქნება. დასამალი თუ არაფერია, მაშინ პრობლემა არ არის. აი ასე ვეთქვი, მორჩა. რამდენადაც ვიცი, სერქანმა მის შესახებ არაფერი არ იცის. ბატონ ალტეკინს შეხვდები, მაგრამ ძალიან რთხოვ არავის არაფერი უთხრა. კარგი, ხმა რა მოიღო. კარგი, ძმა, არ ვეთქვი. ესეც დადე. ედას ძალიან უყვარს. ქალბატონ აიდან, ქალბატონ ედას და ბატონ სერქანს ერთმაგიდასთან დავსვავთ და მერე ვუყურებთ, როგორ მოკლავენ ერთმანეთს. თვალს ვადევნებთ, უნდა ვეცადოთ გავიგოთ, მათ შორის სიყვარული არის თუ არა. სიყვარული თუ არის, ესე იგი იმედიც არის. კარგი, ყველაფერი მზად არის. დილამშვიდობისა. ძვირფასო, კეთილი იყოს პატარა. მოდი ძვირფასო. აქ დაჯექი, მოდი. ასეთ ამენტში გარეთ რატომ ვსაუზმობთ? მშვენიერია, მინდია, ჟანგბადია. მოდი ძვირფასო, დაჯექი. კარგი. მამაც შემოგვიერთდება, არა ბატონი ალტეკინი გავიდა. აბავისთვის არის ესტებში. ჩემთვის, მეც ვისაუზმებ. ქალბატონო აიდან ორს ხომ მომაწვდით. აბა რა? დილამშვიდობის. ქალბატონო აიდან. დილამშვიდობის. კეთილი იყოს ედა. აქ რა საკეთებს სერქანი? აქ რა საკეთებს სერქანი? იცი, აქ სერქანის დედა ცხოვრობს, ამიტომაც არის აქ სერქანი. და შენ რა საკეთებ აქედა? მე და ედას პატარა საქმე გვაქვს. მოვაგვარებთ და მოვალთ. შეგვიძლია ახლავე წავიდეთ თუ გნებავთ. მოდი ჩაი ან ყავა დავლიოთ, გთხოვ? სეიფი, შენ რა ხარ? შეგიძლია პური მომაწოდო, დედა. ახლავე ძვირფასო. სერგან, ბედნიერი ხარ ახალ სახლში? ყველაფერი გყოფნის? ყველაფერი. ყვავილების გარდა. ედამ თქვა, რომ ყვავილების საქმეს მოაგვარებდა, მაგრამ ალბათ აღარაფერს გააკეთებს. თუ თქვენ მოვამზადებ, ესე იგი მოვამზადებ და მშვიდი. მადლობა ბატონო სეიფი.
როგორც ჩანს, იმასაპირებს. აიღედა. არა, სპეციალურად არ გამიკეთებია. შენ ხომ ასე გიყვარს? კარგი. მნიშვნელობა არ აქვს. ქალბატონო აიდან ცხენებთან დაგელოდებით. როგორც კი საუზმობას მორჩებით, მოდით. კარგი? დედა რის გაკეთებას ცდილობ? არაფრის. უბრალოდ მინდო და გარეთ გვესაუზმა. მაშინ თქვენ იცნობართვით. მოუკვდები მის გამო. უხასიათო, ესეც მე გავაკეთე. მომიყოლია შენთვის ამ წყენზე. არა, უამრავ წყენს შორის ეს ავირჩია, მაგრამ მას არ მოუნდი. არა? რამდენიმე კვირა არ მომიახლოვდება. არ მოვწონდი. არაფრით მიკარებდა. მერე ვიფიქრე, რომ დავმეგობრდით და მასზე შევჯექი, მაგრამ გადმომაგდავ. მერე? შეგეჩვია? არა. ჯერ კიდევ არ მსვამს. მხოლოდ მოფერების უფლებას მაძლევს შორიდან. გაბედული ცხენია, რომელიც იმას აკეთებს, რაც მოუნდება. ვერ შეგიყვარა? უბრალოდ ვერ გამიგო. რა ქვია? სახელი ჯერ არ დამირქმევია. დედას ნახავ. ედა. გუშინ რისეთ მაგინდოდა. გავაგრძელებ. ანუ სხვებთან დაიწყებ შეხვედრას. ამ თემაზე საუბარი არ მსურს. დროებით. დილამშვიდობის წარსულ ჩაბარდეს, სახლი დაგეტბორა თურმე. ყველაფერი გაფუჭდა, გადავედი. თუ გინდა ერთ-ერთ სასტუმროში შეგიძლია ნომერი აიღო. არა, მადლობა, მოაგვარე. როგორ მოაგვარე? მეგობართან ვრჩები. კარგი. მაშინ დროებით. მიდი, ედა, მთხოვე რამე. რა გთხოვოთ? რაც გინდა? მატერიალური ან სულიერი? არ ვიცი. სახლის საზღვარგარეთ, სპორტული მანქანა, ბრილიანტები. მინდა რაღაც გაჩუქო, რასაც მოინდომებ. ქალბატონო აიდან არ მიყვარს ასეთები, ხომ იცით? ვიცი. მაშინ ამე სულიერი. ვერ წარმოგიდგენია, როგორია აყოფნა ქალისთვის, რომელიც წლებია სახლიდან არ გასულა. ნახეთ, ყავა მოიტანეს. ყავით გამიმასპინძლდით, კარგი? კარგი. მადლობა. გემრიელად მიირთვით. შეიძლება რაღაც გკითხოთ? გკითხე. თქვენთან არ განმიხილავს ეს თემა. მინდა თქვენგან მოვისმინო. რატომ არ გადიოდით გარეთ? პირადული თუ არ არის? სერკანს მოუყოლია შენთვის ალპზე. მის ძმაზე. მოუყოლია ცოტა. მაშინ ძალიან აქტიური ვიყავი. არქიტექტურა, ჟურნალები, მივლინებები, გამუდმებით გასული ვიყავი. ალფი მაწვალებდა კიდეც. ამბობდა ერთ დღესაც ვერ გავჩერდებოდი სახლში, სანაძლეოსდებდა. როცა ავად გახდა, საზღვარგარეთ ვიყავი, შორს. წავედი, რომ ნაჭრებისთვის აქსესუარები მეყიდა. როცა დავბრუნდი,
3 დღეში გარდაიცვალა. ამიტომ მე გარეთ ვეღარ გახვედით. გასაგებია. მადლობა რომ მომიყევით. შენ ცხოვრების საჩუქარი გახდით ჩემთვის. სერქანისთვისაც. ქალბატონო აიდან გთხოვთ, ედა. ერთი რამ იცოდე. რომ სერქანმა დიდი ტკივილი გადაიტანა. მას მერე რაც მისი ძმა გარდაიცვალა, საზღვარგარეთ გავუშვით. მაშინ სულ პატარა იყო. დიდი შეცდომა დავუშვით. მე დავუშვი, იმიტომ რომ პატარა ბავშვი დედასთან უნდა იყოს მუდამ. ჩემთვის არ მოუყოლია ეს. როგორ გეტყოდა? მან არ იცის როგორ გაიხსნას, როგორ ენდოს ქალს. ვინ იცის როგორი ქარიშხალი ტრიალებს მასში? გულს მტკენს ის, რასაც ვისმენ. ედა. თავიდან მეგონა რომ სერქანს სელინი შეეფერებოდა. მაგრამ ძალიან შემიყვარდი, როცა გაგიცანი. დავინახე, როგორი შეყვარებულია სერქანი შენზე. ფიქრობ, რომ ჯერ კიდევ უყვარხარ. ქალბატონო აიდან. სერქანმა მიმატოვა. არ გინდათ გთხოვთ. იმიტომ რომ შეეშინდა რომ შენ მიატოვებდი მას. მე რატომ უნდა მიმეტოვებინა ის? იმიტომ რომ ის ყველა მიატოვა, ვისაც უყვარდა. წარსულის ტვირთი მასაც დააწვა მხრებზე. ამ ტვირთით შენთან ვერ მოვიდოდა ედა. ფიქრობ თქვენი შვილი უბრალოდ ზედმეტად ჭირვეულია. წავიდეთ, თუ კიდევ გინდათ ცოტა ხანს დარჩენა. დავრჩათ კიდევ 5 წუთი. კარგი. ეფე, შეგვიძლია ველაპარაკოთ. რა მოხდა ისევ? რაღაც ხდება. გარშემო ყველა დაძაბულია. ბატონი სერქანი ისევ რაღაცას გეგმავს. ერდემ, ერთხელ მაინც მითხარი ის, რაც არ ვიცი. აიღე? აი ის რაც არ იცი. პიპის ხელი უნდა სთხოვო? მე უკეთესი გეგმა მაქვს. გამომყევი. აბა გისმენ. მისმინე ვიცი გუშინდელი საუბრის მერე რთული იქნება თანამშრომლობა. ჩვენებრად იცი რომ იძულებულები ვართ პარტნიორები ვიყოთ, მანამ სანამ აქციებს არ გამოვისყიდი შენგან. მაგრამ პირდაპირ გეუბნები. მინდა რომ მთელ გუნდს მოუყვე ის, რაც გააკეთე. საინტერესოა რა შეიძლება გუნდიც თუ გაიგებს. შენ არა მარტო ჩემი, არამედ მათი სახელიც გასვარე. სირცხვილე, რომელიც შენ ჩაედინე, მათაც აქვთ უფლება. უნდა იცოდნენ. გასაგებია რომ ჩემმა საუბარმა და ჩემმა ნათქვამმა შენზე არ იმოქმედა. მისმენე ეფე, ან ახლავე მოყვები, ან სასამართლოში საქმე საბზრავ შენზე. არა, არ არის საჭირო, გთხოვ. მეგობრებო, შეგიძლიათ საქმე შეეშვათ და რამდენიმე წუთით აქეთ მოიხედოთ. ბატონ ეფეს რაღაცის თქმა უნდა თქვენთვის. მეგობრებო, მე გავხდი მიზეზი იმისა, რომ კაფეს ჯოღლობის სახურავი ჩამოინგრა. პრინტერზე პარამეტრების შევცვალის შემთხვევით, ამიტომაც მოხდა ის, რაც მოხდა. თქვენთვის არ მithქვამს ეს. ამიტომ თითოეულ თქვენგანს მინდა რომ ბოდიში მოუხადო. რა? სულ ეგ არის? ხოლო და ამის თქმა გინდა ეფე? მთელი სექტორი კლიენტები ყველანი სერქანს აწვებოდნენ. შენ მხოლოდ ამის თქმა გინდა არა? ეგინ. შიგნით დავილაპარაკოთ. ყველა წინაშე გიცავდი ეფე. კარგი, მადლობა, შეგიძლიათ საქმეს დაუბრუნდეთ.
ძმაო თავს რისუფლებას აძლევს. რას ნიშნავს ეს? არა ეს რას ნიშნავს? რას ქვია პარამეტრების შესწავლა? რას ქვია შეცდომა დაუშვა და ბოდიში? ჩვენ სამმა შევქმნით ეს კომპანია სერკან. დღე და ღამე არ გვიძინა ჩვენ კომპანიაზე ფიქრით. თავს რისუფლებას აძლევს ეს. ენგინ, შვიდად ცოტა. კარგი ადამიანი ისედაც წავა, გასაგებია, წავა. ეს გამოხედვა ვიცი სერკან. უკვე დიდი ხნის წინ დაგეგმე, ხომ ასეა? ბოლო მოუღია. ერთად მოუღებთ. ამას როგორ გავაკეთებთ, მითხარი? უკვე დავიწყეთ. შენს გვერდით ვარ, რაც არ უნდა იყოს შენთან ვარ. იცი რამ ხელა შეცდომა დაუშვი სერკანთან მიმართებაში? ახლა შენ სერკანის დაცვას აპირებ? დიახ, იმიტომ რომ მართალია ეფე. ყველაზე სუსტ ადგილას დაარტყი. შენ მისი პროფესიონალიზმის შეარყიე. ვერ ხვდები როგორ გააკეთე ასეთი რამ. საინტერესოა. საინტერესოა რა გააკეთა სერკანმა ისეთი, ასე რომ ენდობი. რისი თქმა გინდა? 2 დღის წინ ვერიტანდი, ახლა კი იცავ. შეიძლება დავშორდით, მაგრამ ეგრა შუაშია. შენ მოიტყუე. გუშინ საღამოს მეგონა რომ სერკანთან მიცავდი. ესე იგი ამაში შევცდი. რა თქმა უნდა სერკანის დამშვიდებას ვცდილობდი. იმიტომ რომ ვიცი რისი გაკეთება შეუძლია. ფიქრობ შენ აქციები უნდა გაყიდო და აქედან წახვიდე. არ შეიძლება, ამას ვერ შეძლებ. როგორ დარჩები? სერკანი ყველაფერს გააკეთებს აქედან რომ გაგიშვას. ნახავ. მისმინე და იტალიაში ყველაფერი მევატოვე რომ აქ დამეწყო ახალი ცხოვრება. ამ ჰოლდინგის გამო ბევრი მსხვერპლი გავწია. ერთი შეცდომის გამო ვერ დავტოვებ ყველაფერს და ასე ვერ წავალ. შენ თუ წახვალ მეც უსამსახურად დავრჩები. ამიტომ წარმატება ჩვენ ორივეს. როგორც ჩანს ეფესთან მხოლოდ შენ დარჩი. საერთოდ არ გესმის ხო? რა? დაივიწყე. ღმერთო. დაუაიფერ, მეჩქარება. მოდი უცებ ვნახოთ ანგარიშები. სტუმრებს ველით? არა, ეს საჭმელად არ არის. საჭმელად არ არის? ამას ფერითის დეიდას უგზავნით. ჯერენის ფერიthi? არ ვიცი ვისია, მაგრამ ფერიthi, რომელსაც ყველა ვიცნობთ. დედამისი წვეულებას მართავს და ჟურნალის პრეზენტაციაზე დეგუსტაცია უნდა მოაწყონ. ჩვენმა ფერითმა შეაქო ჩემი კერძები. ქალმა მთხოვა, უარი ვერ უთხარი და ცოტა მოამზადე. რა მარტივად ვლაპარაკობ ფერითის დეიდაზე? იცი ვინ არის? მაღალ საზოგადოებაში დიდი სტატუსი აქვს. თუ შენ შედიხარ მაღალ საზოგადოებაში. საჩევდივარ ძვეფასო, არსად არ შევდივარ. მთხოვეს ცოტა რამ მომემზადებინა და მეც მოვამზადე. ვინმეს გამოგზავნიან წასაღებად არ გაბედო და არ შეეხო. კიდევ ცოტაა დარჩენილი, წავალ მოვიტან. ამისთვის პულს იღებ დაუაიფერა რა? რომელი ფული ძვეფასო, ასე როგორ შეიძლება? მათ შემამთავაზეს, მაგრამ არ მივიღებ. კარგი რა დაუაიფერ. ახლა გასაგებია როგორ გააკოტრე ორანჟერია. ეთყობა ყოველ მეორეს მასპინძლობ. ისევ მიყვირის. გიჟი ხარ? არ გაბედო და არ მიეკარო. პიპი რა გითხარი? მოიცადე, მოკლავ. არ მიეკარო. გასინჯო ხომ შეიძლება ღვთის გულისათვის? გავსინჯე, კარგად მოამზადე, არ შეეხო. ლეილა მითხრა სადაც იყავი. არ მეთქვამ ჩამოჯექი მეთქი. ედო აქ შენს გამო მოვედი. შენთან სალაპარაკოთ. ამიტომ გთხოვ ერთხელ მაინც დავილაპარაკოთ. კარგი. მე ყოველთვის შენს გვერდით ვიყავი სერკან. იმ ყველაფრის მერეც კი რაც გამიკეთე. ყოველთვის. მაგრამ შენ ესეც კი არ გესმის. იმიტომ რომ შენ არავის მიმართ არ ხარ გაბრაზებული. შენს მიმართ ბრასს არ განვიცდი. არ ვიცი, იქნება შეცდომა, საკუთარ თავს ვაიძულებ დაიჯეროს რომ
არა. ის რომ გულის სიღრმეში არ გინდა რამე დამიშავო. Bana zarar vermek istemediğini. დამეჯერე და ისეთი შეცდომა დაუშვი, რომელსაც ვერ მაპატიებ. მომიყევი მაშინ. მითხარი სადე? მომიყევი მის ნაცვლად რომ ჩემს მაგივრად მიიღო გადაწყვეტილება. სერქან მისმინე მე ძალიან დავიღალე. მართლა ძალიან დავიღალე. ვცდილობ გაგიგო. ყველაფერს საკუთარ თავში რომ მალავ, როგორც ზარდახშაში. ძალიან დავიღალე. ნებას თუ მომცემ წავალ. მე არ მითხრა რომ მალდე კიდე წავედი. კარგი მადლობა. რა თქვის? უთხარი რომ ბატონ ალთექინს მათთან შეხვედრა უნდა. ის რომ სერქანი ძალიან დაკავებულია და არ ღირს მისი ჩარევა ამ საქმეში, მაგრამ უარზე არიან. მაშინ კომპანიაში უნდა მოვიდე. იქ უნდა ვიყო როცა მოვლენ. ბატონო ალთექინ, სერქანმა ჯერ კიდევ არ იცის ამის შესახებ. იცის. აბა რატომ ღელავთ იმაზე, რომ სერქანი ამ საქმეში ჩაერთვება? ეს ჩემი და სერქანის პირადი საქმეა. ცხადია, თქვენ უკეთ იცით. არა მოხდა ძმაო, რატომ გინდა აქ საუბარი? ისე უბრალოდ, დიდი ხანი აქ არ მოსულვართ. მინდოდა ყველასგან შორს ვუყოფილიყავით. კარგად მოივიქრე გეფიცები. ეს კაბინეტი მომენატრა. მას მერე რაც ედა მოვიდა ქვედა სართულზე დასახლდი. მისმინე იქნება ამ კაბინეტში გადმოვიდე. შენი იყოს. ფიქრობ ცუდი არ იქნებოდა. პარულად გააკეთებ ყველაფერს, რასაც მოინდომებ. კარგი მისმინე ახლა. არ ვიცი როგორ ვთქვა. მე მოკლედ ედასთან სხვა ვერ იქნება. ედა ვერ იქნება სხვასთან. არ უნდა იყოს. არ მინდა ენგინ. პირველად განვიცდი ასეთ რამეს და მართლა არ მინდა. მართალი ხარ, მაგრამ რა უნდა ქნა? რა სიზა მამისთვის? ურთიერთობა უნდა დავალაგო მასთან. იმიტომ რომ სხვასთან არ შეიძლება. ამიტომ სიმართლე უნდა ვუთხრა. იმ შემთხვევის მერე, რომელიც აგარაკზე მოხდა, არავინ დამიჯერა. არავინ, მხოლოდ ედამ. მხოლოდ ედამ თქვა, რომ ეს შეცდომა არ იყო. ის ყოველთვის ჩემს გვერდით იყო. მაშინ უთხარი და მოიშორა. რაც იქნება, იქნება. თანაც ედას უფლება აქვს ეს იცოდეს. ამ ყველაფრის მიუხედავად ედა კიდევ თუ გაპატიებს, ესე იგი, თქვენი სიყვარული იმდენად ძლიერია, რომ ყველა სირთულეს გადალახავთ. მაგრამ ამ სიტუაციას თუ არ მიიღებს, მაშინ ყველაფერი დამთავრდება, სიმართლეს გაიგებს. უნდა დაველაპარაკო. როდის? ახლა? ახლა? ენგინ, ედას დაველაპარაკები. მოაგვარაფარა? ვერაფერს ეზამ. ლეილა, ეს რა არის? ჩვენს კომპანიაში გამოაგზავნეს.
ასეთი ლამაზი ყვავილები დიდი ალბათობით თქვენთვის გამოგზავნეს. ღმერთო, ჩემთვის რატომ არა? ბატონო ენგენ, ჩემს კაბინეტში წაიღე, ლეილა. მოიცადე ვნახავ, ბარათიც აქვს. არ წაიღო კაბინეტში ვინმეს მიეცი. არ მინდა. ედასთვის არის. მისი სახელი წერია. რა? რომელი ედა? შენი გაცნობა მინდა. ანუ ედას არ იცნობს და ახლოს გაცნობა უნდა. ვინ არის? ენგენ ვინ გამოგზავნა? მე რა ვიცი ძმაო, ხუმრობა? არ ვიცი. ედასთვის არის? არ ვიცი. კარგი დაწვი. მიდი დაწვი ეგ სულელური ყვავილები. არ დაწვა, ედას აუღე. უცნაურია არა? კარგი. შეგვიძლია ვილაპარაკოთ ედა. მუშაობ. მაშინ შეეშვი მუშაობას. იმიტომ რომ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თემა უნდა განვიხილოთ. კარგი. საღამოს მოვალ შენთან და მაშინ ვილაპარაკოთ. მაპატიე, შენთან სახლში არ შეიძლება იქხომ სელინია, მართალია. ანუ ეგ არის პრობლემა. არა, პრობლემა არ არის. მაგრამ არ მინდა ლაპარაკი. რაზე უნდა ვილაპარაკოთ? ანუ შეგვიძლია ვილაპარაკოთ, მაგრამ არაფერი იცვლება. რასაკეთებ, გამიშვი? რასაკეთებ? შენ რა ბარბაროსი ხარ? რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი უნდა განვიხილო მეთქი შენთან. ამიტომ მადექი. ეს ბარბაროსობაა, არ ავდგები. შენ რა პატარა ბავშვი ხარ? და შენ ბარბაროსი ხარ? შეგიძლია ადგე. არ ავდგები. მოდი ასე ვილაპარაკოთ. ძალიან სასწრაფოა სერკან. უნდა დავილაპარაკოთ. აქ რასაკეთებ? კონკითხარი სასწრაფოდ უნდა ვილაპარაკოთ მეთქი. კარგი, მე სასწრაფოდ უნდა დავლაპარაკებოდი ედას. ამიტომ თქვენ წადით და მე დაგელაპარაკებით. სერკან, მართლა სასწრაფო და მნიშვნელოვანია. კარგი იქნება თუ იჩქარებ. ედა შეგიძლია დაჯდე. რაღაც სწრაფი და მნიშვნელოვანი მინდა განვიხილო შენთან. მე განვიხილავ იმ რაღაც მნიშვნელოვანს და სასწრაფოს. როგორ არის საქმე, რაკენი? კარგად შენ? კარგად, რა უნდა ვქნათ? რამე ცვლილება შეამჩნიე? ბეჭედი გავიკეთე, მაგრამ მაინც ვერ ამჩნევს. შენ ვერ შეამჩნიე, მაგრამ ეს ადგილი ახლა ხანძრის ეპიცენტრია. მე გეტყვი, ომი ბატონ სერკასა და ბატონ ეფეს შორის დაიწყო. თანაც მანახე. ისეთი პატარა ბეჭედი გაიკეთე, გეგონება მავთულისგან არის. ვინ შეამჩნევს? მავთული? უნდა იყირო ხალხში რომ დაინიშნე. სერკან ბოლათიც ასე მოიქცა რა, დაფიქრდი. ის იდგა, თავისი ქარიზმა დაიცვა, ხალხმა შეამჩნია. გასაგებია შენ თვლი რომ შენ და ბატონი სერკანი ერთნაირები ხართ. რაღაცას გეტყვი. შენ არაქარიზმატული ხარ. მოდი კითხოს დაგისვამ. იქნებ ყალბი ნიშნობა მოვაწყოთ. ყალბი მეთქი. მოდი აქ, სადმე დიხარ? ესე იგი ფირითმა იცის და შენ მე დამიმალე. FM რა იცის? FS ეგონა რომ დაკავშირებული იყავი იმ კომპანიასთან, კედლის ჩამონგრევასთან დაკავშირებით, მაგრამ მე დავარწმუნე რომ ასე არ არის. FM არ უნდა იცოდეს სიმართლე, კარგი? და ედამ არაფერი არ უნდა გაიგოს. ედა რა შუაშია? ეგ ჩვენი საქმეა. კარგი, მაშინ მოდი განვიხილოთ ჩვენი მოქმედების სტრატეგია, ისინი რომ მოვლენ. კარგი, არ იღელვათ, ყველაფერს მოვაგვარებ. მე დაველაპარაკები მათ, კარგი? არანაირი პრობლემა არ იქნება. ძალიან დავიღალე. ყველა სააგენტო მოვიარე. შენ რასაკეთებ? საერთოდ არ მინდა დღეს მუშაობა. ძალიან დავიღალე. სერკანისგან თავი შორს უნდა დავიჭირო. ედა, სულ დამავიწყდა. ეს ყვავილები შენ მოგიტანეს. დიახ, გისმენთ. ღმერთო ჩემო. მელო. რატომ არ მოხვედი ჩემთან, გელოდებოდი? ახლა მოვედი. ამ წამს შემოვედი. საბუთებიც მომამზადე, ყველაფერი მზად არის. მოვდიოდი უკვე. კარგი. მელო. ნახე რა ლამაზი ყვავილებია. ეტყობა სერკანმა გამომიგზავნა. სხვა ვინ გამოაგზავნიდა? მე წავედი, ცუდად არ გამომივიდეს. შენი გაცნობა მინდა.
სადმე გეჩქარება? რა მოხდა? მგონი ლონდონის საქმეში პრობლემა შეიქმნა. კაფეს ჯოღლოების წყვილმა დამერეკა, როგორც კომპანიის ადვოკატს. რა პრობლემა უნდა შექმნილიყო? რაღაც ინციდენტი მოხდა კომპანიაში, მაშინ როცა ბატონი ალთაკინი მუშაობდა. და მანამ სანამ ზუსტად შეთანხმდებიან ლონდონის სამუშაოზე, ამის განხილვა უნდათ. ალბათ ამიტომაც დამიძახეს. შენ არ იცოდი? არ ვიცოდი. კარგი, შენ წადი, მერე ვილაპარაკოთ. კარგი, მე წავალ. ბატონებო, ეჭგორეში რომ ვიღაცა მოამბო ამის შესახებ, თორემ საიდან გაიგებდნენ? გამარჯობა. კეთილი იყო ჟერენ. მოხდა რამე ჟერენ? კაფეს ჯოღლოების ადვოკატმა დამერეკა, თათბირზე მომიწვია. არ არის საჭირო შენი დასწრება. სერკან მათი ადვოკატი იქ თუ იქნება, მაშინ ჩვენი ადვოკატი ჩვენთან უნდა იყოს. ეს აუცილებელია. არ ვიცი რაშია პრობლემა, მაგრამ ჩემი აყოფნა ხელს შეუხლით იურიდიული თვალსაზრისით პრობლემა შეგიქმნათ. მესმის, მაგრამ ამ საკითხს ადვოკატის გარეშე მავაგვარებთ. მადლობა ჟერენ. შეგიძლიათ წახვიდე. თქვენ უკეთ იცით, წარმატებები. მადლობა. რამდენიმე წუთით გავალ თქვენის ნებართვით. შენმა წარსულის შეცდომამ სულთან უნდა მსდიოს, ხომ ასეა? ყველაფერს თავად გამავასწორებ. ჯერენ. შეგიძლია დამშვიდდე. საკუთარ თავზე ნუ მიიღებ. როგორ არ მივიღო ფერით? თათბირზე რადგან არ მიშვებს, ესე იგი არ მენდობა. საპირისპირო მხარეს ადვოკატი ეყოლება, მას კი არ უნდა თავისი ადვოკატი დაასწროს. გესმით, რომ ხელა რისკია. ესე იგი გონია, რომ ყველაფერს გავაფუჭებ. შვიდად. გარწმუნებ, რომ ეს შენთან კავშირში არ არის. შენ წარმატებული ადვოკატი ხარ. რომ არ უნდოდეს შენთან იმუშავებდა? ჯერენ. რა პრობლემაა? სერკანს არ უნდა თათბირს რომ დავესწრო. ადვოკატი არ სჭირდება. რატომ? სერკანი არ გარისკავდა. არაფერი ვიცი, მაგრამ მოწინააღმდეგე მხარის ადვოკატი აქ თუ იქნება, დიდი რისკია. მე დაველაპარაკები. წამოდი ყავა შევუკვეთავ შენთვის. წამოდი. სერკან. ედა უნდა დაგელაპარაკო. როგორც ჩანს, სერიოზული პრობლემაა. ო, ასეა. მამა შენს ეხება? ო. საშინელი შეცდომა, რომელიც წარსულში ჩაიდინა, ახლა ყველაზე ღირებულს მართმევს. უფლება არ მისცე. ნუ აიღებ საკუთარ თავზე მამა შენის გამო პასუხისგებლობას. მან თუ ჩაიდინა წარსულში, შენ არ ხარ დამნაშავე. ედა სადმე უნდა წავიდეთ და ყველაფერი თავიდან ბოლომდე უნდა მოგიყვე. შენ გამომიგზავნე ყვავილები. არა. ბარათი არ წაგიკითხავს? არა ბარათი. ჩემს ბარათებს კითხულობ? ფიქრობ უნდა მოაშორე ყვავილები, ჩემში ალერგიას იწვევენ. ო, დარწმუნებული ვარ ასია. და ვის უნდა შენი გაცნობა? ეგ შენ არ გეხება. ბატონო სერკან, მე კაფეს ჯოღლოების ადვოკატი ჯემალი ვარ. ეს ბატონი ემრეს კონსულტანტი. ბატონი სელიმია, სასიამოვნოა. მობრძანდით. მადლობა. მაპატი ეს საკითხი უნდა მოვაგვაროთ. დამელოდე, ვილაპარაკებთ.